ქუთაისში არსებული გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები თბილისის 72 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოზარდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კადეტებმა მერვე და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება. აღმოსავლეთში ლიცეუმის გახსნის თემასაც კი, ამიტომ არანაირი ძალიან ბევრი რამ გავიგე მათ დღიურ ცხოვრებაზე, თუ როგორი აქტივობებით კავდებიან, რა შეისწავლიან, როგორ ცხოვრობენ იქ ზოგადად. კადეტები ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივიდეთ და საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარმოვიდგინოთ ლიცეუმის შესახებ ინფორმაცია. უნდა დავამატო ისიც, რომ მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს დაინტერესება ლიცეუმის შესახებ და ღია კარის დღეზე და უკვე მომდევნო წელს ვიმედოვნებ, რომ მათ როგორც კადეტის სტატუსით ვიხილავ.